გისმენ. გამარჯობა. შეგება ბატონო. აქ ავტობოტი ბიჭები ვარ. დეცატიკონების დედა მოთხან აერონ. ათიშეთ ვინ არის? დედა ღვთის მშობელია გენაცვალოს ჩემი თავი. ეთყობა ძალიან ცოტა წიგნი გასაკითხული. ყურა მაგნამას რეაქცია რომ ზრდილობა არავის უსწავლებია ოჯახში სამწუხაროდ ჩვენთვის. არც ჩვენ დედას საკუთარ დედას პატივს და არც დედა ღვთის მშობელს და ეს კიდე ერთხელ მახსოვდაზე ღმერთმა შეიძლება მაგრა დაგსაჯოს თან მით უპეტეს რომ ამ ხელა ეთერს გააგონე ესეთი ბოროტი და გარყვნილი სიტყვა. დაიმახსოვრე ეს მომენტი გულამ და ამომჭრათ მე. შეიძლება ურწმუნოებს საქართველოს ქართულ მიწაზე რატო მომავალში შეიძლება მორწმუნე გახდეს? თუ არ მოინანებს ბავშვობაში მაღაზია უარესად ვიყავი. ხო და თუ არ მოინანებს დედის მაგინებლები ომში გაწყდებიანო მამა გიორგი მითხრით განსაცდელს ქართულ ერზე რომ შემოგევლით თქვენ კაი საქმეს აკეთებთ და მასე განაგრძეთ და დავით აგერ ბიჭები გერთებით ყველა ხოაზე რა ჩიქა არავის არ გვაქვს ჩაწეული სვა კარგი სტრანგი გვაქვს მოტყული შეგარგოთ ღმერთო შეგარგოთ გურამ გათიშ დავიდეთ იმ საკითხზე რაზეც მინდათ გაგესაუბროთ დღეს ეს ეხება იმ გარკვეულ გაფიარებულ ჩვენი განცემის ამონაჭრებს რომელსაც როგორც წესი აი თუ ძალიან ბევრი ვეძებებ მე ვინ აკეთებს ამას ვინ არის ამ საიტის ადმინები სულ ადმინი ასე ვთქვათ ადმინისტრაციული უფროსი ყველა არის დაფარული და ვერაფრით IP მისამართები კი ვიცი მაგათი მაგრამ ვერაფრით ვერ გვებულობ ვინ არიან ძალიან ბევრს როდესაც ვისაც დავეკონტაქტე ყველამ საშალა ეს უთებები ნუ გავესაუბრეთ აუხსენით რა შეა საქმე ეხლა პირველ რიგში მინდა გავმარტო რომ მაგალითად წავიღოთ ერთი ჩვენი განცემის ამონაჭრე როდესაც მე დავთე ან ორნევზი ვართ ან ბატონ ლაშა წაიშულთან ერთად დავით ხო არ ყოფილა როდესაც ლევანი აღარ არის ჩვენთან და ტელევიზიაში და კარტოზე აღარ ერთვება უკვე ერთი წელიწადია და არც იქნებიან აქედან გამომდინარე ჩვენთან მარტო ლაშა ახოლმე და მესამე პიროვნებას რომ ვიღაცა ამონტაჟებს ჩასვამს და ამის მერე აი მონაკვეთს უშვებენ ხოლმე ეს ელემენტარული ნუ აღარ დავაკონკრეტებ ისევ მობიერებიდან გამომდინარე ისი დარღვევაა და რა ესე იგი იურიდიული ჩარჩოებიდან გასულია ეს მოქმედება მაგათი ხომ ეს ერთი ამას ეგრევე შლიან დარჩენილია მე ის საუბრების კონტექსტი ამონაჟ